ბნელ ღამეს ვარსკვლავებიც კი რო არ ანათებდა ისეთ ბნელ ღამეს. თავის სახლში იჯდა კუდიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა ჭამა. საერთოდ გემრიელი საჭმელები უყვარდა. ამიტომ ეხლაც ვახშმად ერთი კარგი დიდი კურდღელი, 3 ვირთხა და 2 მოხრაკული მორიელი მიირთვა. ძალიან კმაყოფილი იყო, მაგრამ არ იყო. უნდოდა რაღაცა განსხვავებული. უნდოდა რომ აი ისეთ კბილად დაეძინა, რომ დილით კარგ ხასიათზე გაეხვიცა. ამისთვის რა იყო საჭირო და აი მიხვდა რომ რაღაცა კბილი უნდოდა. ნამცხვარი ჟოლოიანი კრემით. აი ესე რომ ჩაკბინჩო და აი კრემი ასე რომ გადმოდის. ან და ვანილიანი ან შოკოლადიანი ღვეზელი. უცებ ისე მომდა რომ აი ნერწყვი გაეჭხირა. მერე ამას რა უნდოდა? აიღო ხელში ცოცხი, შემოაჯდა, გააღო კარები და გადაწყვიტა ქალაქს შემოუფრინოს. ეგ მართალია ბნელი ღამეა, მაგრამ ვინმეს ფანჯარა დარჩა ღია. ხო და გაფრინდა. იფრინა. უცბად დაინახა, რომ რომელიღაცა სახლიდან კვამლი ამოდის, მიფრინდა ახლოს და რა გემრიელი სუნია. ისეთი გემრიელი იყო, რომ ცოცხიდან კი ნახავ გადმოვარდა. მიხვდა, რომ იქ ნამცხრები წხვებოდა. მივიდა ფანჯარასთან. ფანჯარა შეაღო, გაიხედა, გამოიხედა, მიხვდა, რომ საცხობი იყო. ღმერთო ჩემო, რას ხედავს? 1 2 3 8 20 ნამცხრები, ერთმანეთზე ლამაზები, ერთმანეთზე მოკუნკულებულები, ერთს მარწყვი ატევს, ერთს ჟოლო ატევს, ერთს ატამი ატევს. და კიდევ წიგნი დევს. აიღო ეს წიგნი, გადაშალა, გადმოშალა და ნამცხრების რეცეპტების წიგნი. ეს დამჭირდებაო თქვა. ამოიღლიავა და წაიღო ხელი ნამცხრისკენ. ამ დროს მოესმა ხმა. ქალბატონო უკაცრავად მაპატიეთ, მაგრამ თქვენ აქ რას აკეთებთ? შეხედა კუდიანმა, კარგად დააკვირდა და შეაფურთხა. უცბად კონდიტერი ბაყაყად გადააქცია. რას ვაკეთებ და ნამცხრებს შეგიჭამ, წიგნსაც მოგპარა და მე თვითონ დავაცხოფო. აი ასე. შენ კიდე ბაყაყო დარჩი აქ, აღარ მჭირდებიო. ესე იგი, მე მინდა გავაკეთო ჟოლოს ნამცხვარი. ამისთვის საჭიროა 5 კვერცხი. 5 კვერცხი მაქვს.
ლურჯი ბუს კვერცხები. ასე შაქრის მაგივრად ობობის ქსელებს დავფშვნი და ჩავყრი. აი ასე. ვანილი, მტვერი, ჩემი სახლის მტვერი. შვედიერია. კიდევ გჭირდება ფქვილი. სურივ ლოკოკინებს დავნაყავ. მაქვს ასე კოზი არა მაქვს მაგრამ სართავი მაქვს ასე აურიოთ კარგად ნამცხვარი გაბოვა გადასარევი ორამშვენიერი სუნი აქვს რა გადასარევი სუნი აქვს ერთი წუთით რამდენი წუთი უნდა იყოს ღუმელში 20 წუთი დაველოდები და მერე მივირთმევ ძალიან გემრიელად. აი ასე. კუდიანმა 20 წუთში ნამცხვარი კი გამოიღო, მაგრამ სუნი არ ესიამოვდა. ძალიან ყარდა ნამცხვარი. მაგრამ გადაწყვიტა რომ ამდენი იშრომა, ამდენი იწვალა. გაესინჯა. გემოქონდა. ეწებებოდა კბილებზე და ვერ წაბურთხებ. კიახავ დაიხსო, მაგრამ ბოლოს მაინც აიღო და გადააფურთხა. არა, ნამცხრები, რა თქმა უნდა, ნამცხრების მცხოველმა უნდა გამოაცხოსო. ეს თქვა თუ არა, იმ წუთშივე კარებთან, ოღონდ ძალიან შორიდან ყიყინი მოესვა. ყიყინი. გააღო კარები და დახვდა კონდიტერი. ბაყაყად გადაქცეული. ცოტა არ იყოს შერცხვა. მაგრამ ბოდიში ვერ მოუხადა, იმიტომ რომ არ იყო ზრდილობიანი და არ იცოდა ბოდიშის მოხდა. ბაყაყმა კიდე ძალიან საწყალობლად უთხრა. ძალიან გთხოვ, გადამაქციე ადამიანად და აუცილებლად გასწავლი გემრიელი ნამცხრების ცხობასო. გაუხარდა კუდიანს. მადლობ. იმედია შეასრულებ დანაპირებს და პირდაპირ ტუჩებში აკოცა. ბაყაყი უცებ გადაიქცა საყარელ ფუნთუშა ბიჭად, დაცა ხელი კუდიანს და გააქროლა თავის საფუნთუშეში, სადაც უგემრიელეს ნამცხრებს აცხობდა. გავიდა დრო და ეს საკონდიტრო ყველაზე ცნობილ საკონდიტროთ იქცა. კუდიანი კიდე ისეთი კეთილშობილი გახდა, ისე გალამაზდა, ისეთი პრანჭია გახდა, რომ ყველას შეაყვარა თავი. ასია, როცა კარგ ადამიანებთან მეგობრობ, როცა ხელობას სწავლობ, ამ შენი გამოცხობილი ნამცხრებით სხვებს ასიამოვნებ, აბედნიერებ. პირველ რიგში შენ ხდები კარგად, ხდები კეთილი, გულისხმიერი, მოსიყვარულე. ასე გახდა ჩვენი ავი კუდიანი, წარმატებული კონდიტერი.